სამშობლოდან გადახვეწილნი. ჩვენ 9 თვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა ტრფობა გაგყოლია. როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია. ანა კალანდაძე. ტოფობის ჟამი იდგა. სახლების ბანებზე გრატა ჩიტები დაქივქივებდნენ. ბეღურები უცხო ქვეყნებიდან მოფრენილთა წამხედურობით დიდ ღონისძიებებს აწყობდნენ. თვალყურით ცისკენ გადაეტანათ გოგო ბიჭებს. აგეტირებოდა რა დაქანცული სიდინჯით, შეთხელებული მწკრივით, უამრავი გაჭირვების გადატანით მოგრილი სევდით ივლებოდა ზეცის თავანზე მეთოდურად განლაგებულ გუნდთა შტრიხები. ყურადღება მოგვაკლდაო. შინაური მღვდლები ვართ გაჭირვების მიუხედავად ბიჭს არ ვიცვლით ჩვენი მიწაწყლიდან, მაგრამ ვინ გვიფასებსო და ატეხეს ბეღურებმა ერთი ვაი უშველებელი, ჭყლოპინი, წრიპინი, წიპწიპი, ჩიპ-ჩიპი. იქ უსამშობლო დაღალულიყო ნოსტალგია. აქ დასნეულებულ მკერდს თავისი გზაკვალ არეული ეპოქა სტკიოდა. სხვა გზა. ვრცელ არს ბჭეიდა, ფართო არს გზაი, რომელსა მიყავს წარსაწყნედელად და მრავალნი ვლენან მასედა. ისე გულუხობდა ირგვლივ ნათელი, პოეზიას არ დაიშურებდა კაცი. გზადმიმავალი ბიჭი ტლიქვს წასწუდა და მასზე ბოღმით მთვლემარე ყავს გული კინაღამ ბუდიდან ამოუგდო. საამური ტყის სიღრმიდან გამომსხლტარი ჭყლოპინი მოშრიალე ფოთლებს ეჩრებოდა პირში. უთუოდ ჩხიკვებს ჰქონდათ ქორწილი და მიხრწნელი ყვავი ეს ჯოჯოხეთის მაშხალა ახლოსაც არ გაეკარებინათ. აღარ ტყუდებოდნენ მამა-პაპათა გამოცდილების გაკვეთილად მიმღებნი, თანამედროვე გაქექილი ჩხიკვები. ეს მრუმე კი ტოლუმბაშობას ფიქრობდა. სწორედ ამიტომაც ჩამოეშვა ცხვირი ერთ ადლზე და პროგრესს გამოცდილების თვალსაზრისით ნუგბარ 9 სართულიან წყევლას უთვლიდა. ბიჭის უხეშ ხუმრობაზე ისედაც აღრენილი საშინელი ყრანტალიც წამოვარდა და ზენიტს ეცა. რამდენიმე ნაბიჯზე სამხედრო პოლიგონი გამოჩნდა. სროლა გაემართა ჯარისკაცებს. არ გაატარებდნენ მიხვდა და ხევიდან დაიმოკლა გზა. იქვე პატარა რუსთან ჩამოჯდა უნებურად. ბარგი კი, რომელიც მისი ავლადიდებისთვის საკმაოდ მომეტებულად გამოიყურებოდა, გვერდით მოიდგა და ჰერი გაიშმუტუნეს უკან სოფლისკენ სევდა ნარევმა ფიქრებმა. ეურჩა ზვაობა ატანელი გული სულის განმანათლებელ აღმზრდელს. პირველად თავის ჯერ კიდევ გაუცნობიერებელ მცირე ცხოვრების მანძილზე ეურჩა პაპას და ერთი ხელისმოსმით ჩაუყარა ამაგი წყალში. იქ, სადაც მოთმინება ეს დიდი ღვთაებრივი სათნოება მოთმინებას კარგავს, დამარცხებულია კეთილი. არ ეშვებოდა მოხუცის ალერსიანი მოძღვრება ფიქრების ტყვეს. იმ მოხუცისა, ახლა, სწორედ ამ წუთებში გულმოკლული, ჩაფერფლილი გონებით რომ ცდილობდა აღედგინა, თუ რა შეცდომა შეაპარა შვილიშვილის აღზრდას. დაიქნება არ შემცდარა მისი ნაშიერი. ეგება ასე მიიწევს მომავალი წინ გაურკვევლობისა და ცვლილებებისაკენ და ეს გარდაუვალი კანონზომიერებაა. სად არის სიმართლე? ვინ გამცემს ამ დილემაზე პასუხს? უკვე გაკვალული ნაცადი, გამოცდილი გზა, უძრაობა თუ ცოცხალი ენერგიის მექანიკური მოძრაობა ინდივიდის განუმეორებელ, მისეულ ამბად, მისეულ დრამად ქცევისკენ. დაერჩვენიერ დღეს ესეც ხომ კვლავ ნაცნობ წარსულად იქცევა. და ასე დაუსრულებლად ერთი და იგივე მზის ქვეშეთში, სადაც დასაბამიდან არაფერია ახალი. ვინ იცის რაა უმჯობესი და რა არა? უფრო სწორად კი, რა არის ნეტავ ადამიანის ქვეცნობიერში კოდირებული და რა საფუძველი ქმნის მის ინერციას, უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე. უცხო გარემოში. მუსიკა მოთქმა, მუსიკა შფოთვა, ტკივილი, მაგრამ ტკბილი. მუსიკა ფარსი, მუსიკა არსი, ეშმა, დემონი, ღმერთი. მორის ფოცხიშვილი. ზარითა და ცემით ეხლებოდა ეგრეთ წოდებული მუსიკა კედლებს.
ბოლომდე აწეული ხმა კი სულ უკარგავდა შნოსა და ხიბლს. თუ კი ამგვარი რამ საერთოდ გააჩნდა, რადგან დამეთანხმებით რიტმიც არის და რიტმიც. ის წყნეთის ქუჩაზე შემთხვევით მოხვედრილი სრულიად უცნობ გარემოში სუფრასთან იჯდა და ნატრობდა ვულგარული ხავილი რაიმე სანდომიანი გულში ჩამწვდომი მელოდიით არ შეეცვალათ, რადგან საკუთარ თავთან შეხვედრას გაურბოდა. ეს ველური ღრიანცელი კი უხამს ხასიათზე აყენებდა. გარემოც ამგვარი იყო, ძალიანაც კარგი. მუსიკა, პოეზიისა და ჰარმონიის შეუღლება, ცისიერის ცრემლებით შეძრული ზღვის ფრთონაა იგი. ჭვირია ცინცხალი, ხასხასა, ხალას ცისკრის ვარსკვლავს გამოტყორცნილი. ტრედისფერი ტატნობია, ჩასაფრებულ ღრუბელ ფიქრში ჩამხრჩვალი. მუსიკა ფავორიტია სულის კარებზე. ლოველასივით მუსუსია და ყველგან იჭრება. ლომის გამწვრთნელის და ცხრის გამცხარებლის იმიჯი აქვს. სტიქში განბანილ აქილევსივით უკვდავია. ეს ის ძალაა გულკაჟი ურჩხული რომ აუცრემლებია და ერთხელაც იქნება თვით ცერბერს ამ შეურყვნელ დარაჯსაც მოუგრიხავს კისერს. მაგრამ ერთი სისუსტე მაინც გააჩნია. ვულგარიზმი დაშტერებია მის ქუსლს. ვაი თუ მიაზმებმა დისჰარმონიით წარმოქმნილმა მოაშთონ მისი ყოვლის შემძლეობა. დამეთანხმებით რომ ეს ფეტიში უამრავ სიკეთეს გამოიწვევდა. სულთან რომ დაყვებოდეს მისი კეთილხმოვანება და რომ არცულიდეს მას ფსევდომოდერნისტული სკანდალური კაკაფონია, ყოველგვარი ქვენაგრძნობების ამშლელი დისკომფორტული აურზაური. აბა ძმობილო დამილიე სასმელი, მიუბრუნდა ბიჭს გვერდით მჯდომი. მიდი, ჯერ ბავშვი ხარ, გეტყობა მიხვდები მალე ცხოვრების ყადრს. გაეღრიჭა იგი და ისე ახლოს მიუტანა ქვებუდანი სახე, რომ ბიჭმა უნებურად უკან დაიხია. თუმცა კი ცდილობდა თამამად მაინც არ გამოუვიდა და საკმაოდ უხერხულად წარმოთქვა. გაგვიმარჯოს. თავი ასწია თუ არა შვებით ამოსუნთქვა, ვერც კი მოასწრო, რომ უცებ პირისპირ მჯდომს შეალეწა დაბნეული მზერა. უცნობი თანამესუფრის შავი, ქუში თვალები ღრმა, უსაზღვროდ ღრმა და ჩამთრევი ძალის აღმოჩნდა. იგი ლეთას მსგავსად ყველას და ყველაფერს ნთქავდა და შიშის, ცნობის მოყარეობისა და პატივისცემის დომხალს იწვევდა. მზერა აარიდა ბიჭმა. ამ მომნუსხველმა პიროვნებამ ჭიქას წამოალო ხელი თუ არა, სამარისებურმა სიჩუმემ გაკენწლა დახშული ჰაერი. ის ტკეპნით, ძალიან ჩუმად, დინჯად, დიდი პაუზებით საუბრობდა. არ უარყოფ შეძენილი მანერა იყო, მაგრამ გვარიანად გათავისებულიც, რომელიც რაც გინდა თქვით და ლასოსავით წამოსდო წუთის წინ აყაყანებულ გარემოს და სიჩუმე სეფე სიტყვასავით დაამკვიდრა ირგვლივ. ქალი, რომელიც მას წილად ხვდა, კატასავით მოქნილი, ულაზათო და თავხედობამდე თამამი იყო. რაღაც ყიამეთი დასდევდა მის გარეგნობას და მაინც გონიერი თვალები ჰქონდა. ამ თავისი საქმიანობით მოღალულმა მესალინამ ცივად მიიღო ყმაწვილი. თხემით ტერფამდე შეათვალიერა და ერთ-ერთი ოთახისკენ დაუდევარი სიმჟავით წაუძღვა. ეთოლოგიის შესასწავლია უთუოდ ის, რაც ამ პატარა ოთახში ხდებოდა. ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე პირი სხვადასხვა საქმით დაკავებულიყო და სავსებით დაეკარგა ადამიანური სახე. თითოეულის პანტომიმიკა ცინიზმსა და ზიზღს გამოხატავდა. მათი უხამსი როგვა, სკაბრეზული ანეკდოტებით გაჯერებულ სივრცეში ეშმაკთა სადღესასწაულო მსხვერპლ შეწირვას მოგაგონებდათ. ზვარაკი კი მათი უმანკოება, სათნოებანი და რაც მთავარია, მათი სული გახლდათ. მკრთალ შუქზე ყვითიანი სახეები ვნების, ორგიის, სიბილწის და სულის დაკნინების ტრაგიკულ სცენებს კინოკადრებივით ირეკლავდნენ. ინტიმის პანეგირიკს კი აქეთ-იქით დაუდევრად დაყრილი ტანისამოსი, დამსხრეული ჭიქები თუ შპრიცები სიმბოლურად აგვირგვინებდნენ. დამყაყებული სულის სიმყრალე წამლავდა ჰაერს და გრიფივით გაუმაძღარი აღვირახსნილობა პირზე ნერწყვმომდგარი ფსოვივით დაფრაშუნებდა ოთახში. მფარველი კი მათი ამ წარწმედისაგან დამხსნელი საკუთარი ნები თავად გაეძევებინათ სულიდან. თავიდან ეხამუშა, მაგრამ განაიყოფნი დედის მუცლიდან შობილიყვნენ ამგვარნი. ასეთები მოუქცევიათ მარტო. და ეს გამოუცდელი ისე უნებლიეთ მაშინალურად გაეხვა შავი ფეიქრის საგულდაგულო დაგრაგნილ ქსელში, რომ დაფიქრება არც კი უცდია. ეს იყო მხოლოდ სულის სიღრმეში
ჭანგი ჩაავლო რაღაცამ. წვავე და გონს მოსაყვანი. ეს პაპის ხმა იყო უსათუოდ მისი ძახილი, მაგრამ ვაი, რა საბრალოდ, უსუსურად და სასაცილოდ მოჩანდა აქედან. სანტიმენტალიზმი. მოწყდეს აქედან ამ გაუხეშებულ ყიამყრალ სამყაროში. პაპის ხმა. ჰოი, ჩამორჩენილობავ და წყვდიადო რა შაბლონია, ჩამომხრჩვალ კატასავით სასაცილო. ქსელს კიდევ ერთი აცაბაცად მობურდული უჯრედი შეემატა. სწრაფად აშენებს ბოროტი. სამყარო ვიზუალურად აღქმადი ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში ამისთვის თავს არ ზოგავდა. დაი ნელ-ნელა გამოიკვეთა კიდე, ჯერ ჭიაფერი დაედო და შემდეგ წამისად გაეყინა აბრისი. ოთახში შემთხვევით გაჟღერებული კლასიკური ჰანგები გრაციული მოძრაობით ელაციცებოდა ფარდებს, ანჯამებსა და ჟალუზებს. აბურდულ გაოფლილ თმებში უვლიდა ახალგაზრდებს, იცოდებდა მორფევსის ბჭყალებში მყოფ და თვალცრემლიანი უსინჯავდა თითოეულს, შუბლს. უამრავი ღრანტე ორწოხია გადასავლელი ჭაბუკობის ჟამს. გამოცდილება გონიერების ქვაკუთხედია. ესაა მხოლოდ არ უნდა წავიბორძიკოთ. და თუ წავიბორძიკებთ, არ უნდა დავეცეთ. თუ კი დავეცემით, წამოდგომა უნდა შევძლოთ უთუოდ. ჭაბუკობისას ყველა ჩიხში პანტამსხლებივით ცვივიან პანდორას ყუთები. აფერუ მას, ვინც ცნობის სურვილით არ ახდის თავს, მაგრამ სიჭაბუკე, ეს თავად ცნობის წადილია უსაზღვრო, ულევი და შეუბრკოლებელი. ვერაფერს გააწყობ. სიჭაბუკეა. გადაეღობები და წაკლეკავს. სითამამეს გვამი დაემორჩილებინა და ახლა სულს უღებდა ბოლოს. მანაც იგრძნო ის საოცარი გარდასახვა ამგვარ ვითარებაში მყოფთ ყოველგვარი გაოცების გარეშე, რომ აღმოუჩენიათ საკუთარ თავში. რუბიკონი გადალახული იყო. ახლა ვეღარაფერი შეაჩერებდა. კარი ოდნავ შეუმჩნევლად შემოჩოჩდა, ისევ შთანთქა უცნაურ თვალთა მზერამ ბიჭი. შემოსულს თავი ფხიზლად და საღად ეჭირა. ეტყობოდა სხვებივით არ აჰყოლოდა ნებათა ზარხოშს და ღამე ძილში ან ფიქრში გაერეკა წინ. ისე დავიბენი, სახელიც ვერ კითხე წუხელ სუფრასთან, სალამს ღიმილით დაასწრო ბიჭმა. დემეტრეს მეძახიან. აქ როგორ მოხვდი? შეუბრუნა მომხდურმა კითხვა. აქ იმან, ხო, რა ქვია, გემზა მომიყვანა. შემთხვევით გავიცანი ქუჩაში, ხო და სუფრა გვაქვსო დამპატიჟე. ხო, თუ მოგწონს, დარჩი. კარებისკენ პირმიქცეულმა კიდევ ერთხელ მოხედა ბიჭს და ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ წარმოთქვა დემემ. ისე კი, არ გირჩევ. და თითქოს უხილავმა ძალამ გაიხურა კარები.